მოგესალმებით, ნიკა მემანიშვილი ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია. სამწუხაროდ დღეს ისევ უნდა ვისაუბროთ ციხეში პატიმრის წამებასთან და არადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. საქმე ეხება 29 აგვისტოს კლდანის მერვე დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს, როდესაც პატიმარი უშანგი ჭუმპურიძე სასტიკად ცემეს. იგი 4 საათის მანძილზე კედელზე ბორკილებით ყავდათ გაკრული და რამდენიმე პიროვნება უსწორდებოდა მას ფიზიკურად. ამ ფაქტს ესწრებოდნენ ციხის უფროსის მოადგილე მოდებაძე, ასევე რეჟიმის უფროსი ფიფია. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს მათი წინამორბედის ძალადობრივ პოლიტიკას. მე მინდა მიმართო ბატონ სოზარ სუბარს და ვთქვა, რომ ბატონ სოზარს ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ სუფთა ფურცლიდან დაეწყო და მოეგვარებინა რეალურად პრობლემები ციხეებში. სამწუხაროდ ბატონი სოზარ სუბარი თვალს შეგნებულად თუ შეუგნებლად ხუჭავს იმ პრობლემებზე, რაც დღესაც არის ციხეში და აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონ სოზარ სუბარი ვერ ასრულებს თავის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და უნდა გამოვიდეს დაუყოვნებლივ და საზოგადოებას ამცნოს მისი გადადგომის შესახებ. ასევე მინდა მიმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, თქვენ საზოგადოებამ აგირჩიათ იმისათვის, რომ ყოფილიყავით თითოეული პიროვნების უფლებების და ინტერესების დამცველი. მათ შორის პატიმრების და მე არ მესმის ახლა მაინც კადრები უნდა გამოვიდეს, ის ამაზრზენი კადრები ციხეებიდან, რომ თქვენმა რომელიმე მინისტრმა რეაგირება მოახდინოს. აქედან გამომდინარე, ამრიგად ჩვენ ხელისუფლებას უცხადებთ შეურიგებელ ბრძოლას იმისათვის, რომ დავიცვათ თითოეული პატიმარის უფლება და პირობას ვდებთ, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. აი ფიქრია მახარაძე იმყოფებოდა. კი. მოგახსენებთ, რომ პირადად ვიყავი შესული პატიმართან, რომელიც დაზიანებების თავად ვნახე. ის არის უშანგი ჭუმბურიძე, ამჟამად იმყოფება 19 დაწესებულებაში. ის გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან იმის გამო, რომ შეურიგებელი აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული მაყურებლების მიმართ და მან უარი განაცხადა მათთვის გარკვეული პროცენტის გადახდაზე და ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კლდანის დაწესებულებაში, სადაც მას სასტიკად გაუსწორდნენ. 4 საათის განმავლობაში ის ეკიდა ბორკილებით კედელზე. გარდა ამისა მიაყენეს არაერთი დაზიანება. მან თავად დაისერა ხელები და მუცელი, როგორც იქნება, რომ რამენაირად თავი დაენებებინათ ციხის თანამშრომლებს მისთვის. ამის შემდეგ ის ჩასვეს და გადაიყვანეს უკვე 19 დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, რომ მისი ოჯახის წევრები და გარშემომყოფი საზოგადოება სასტიკად აღშფოთებულია ისევ ამ ფაქტით, მაყურებლების თემით და ისევ პატიმრების წამებით ციხეში. მოდი ორი თვე სხვა დავამატებ. ეს ეკითხებით თუ გექნებათ აი. ეხლა იმყოფება 19 საში. არა, ხო და პრობლემა, ესე იგი, საკითხი იყო ესე, რომ თავიდან მას არ უჩენდნენ. მაგიტომ დაგვიკავშირდა მისი ოჯახის წარმომადგენლები, რომ გითხრეს, რომ ეს ადამიანი იყო ნაცემი და სამწუხაროდ არც სამედიცინო დახმარებასაც უზრუნველყოფა მას არ ჰქონია, რაც ყოლა დაუშვებელია მოგეხსენებათ. ამიტომ ჩვენ კონკრეტულად დავინტერესდით აღნიშნული პრობლემით, ადგილზე მივედით, ვნახეთ, როგორც ქალბატონმა ფიქრიამ აღნიშნა, თავად მოინახულა მან და ეს ადამიანი სასტიკად არის არა მარტო ნაცემი, არამედ ნაწამები და კიდე ისეთ შემზარავ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, როგორიც არის მაგალითად, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, გულისხმობ იმას, რომ ემუქრებოდნენ მას როგორც ოჯახის წევრებზე, ასევე მის ახლო ნათესავებზე, რაც ყოველდღე წარმოუდგენელია და მიგვაჩნია, რომ ანალოგიურად გრძელდება ესეთი წამება და აღარ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ მე ყურადღება კიდე მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ჩვენ უკვე არაერთხელ მიმართეთ საჯარო აღსრულების დაწესებულებას და პირადად სოზარ სუბარს და მოვთხოვეთ, რომ დაუყოვნებლივ აღეკვეთა აღნიშნული პრობლემები და ის ადამიანები გაეთავისუფლებინა მინიმუმ სამსახურებიდან, რომელიც დღესდღეობით სახში დასრულების დაწესებულებაში მუშაობენ. თუმცა
სოზარ სუბარი არ ცდილობს რომ კონკრეტულად პრობლემაზე იყოს ორიენტირებული და ის აბსურდულ განცხადებებს აკეთებს რომ ვითომ და არაფერი არ ხდება. წეგან ჩემმა მეგობრებმაც აღნიშნეს რომ სანამ აინამაის ის კადრები არ იქნება რომ პატიმრებს აწამებენ მანამდე რეაგირება არ უნდა მოახდინოთ თუ როგორ ისინი ითხოვდნენ არგუმენტირებას და აგეთ ჩვენ ვეუბნებით მათ რომ ჩვენ არგუმენტები გვაქვს ეს ადამიანები თიცადებენ სახელების და გვარებით საუბრობენ ვინმე ფიფიაზე ვინმე მოდებაძეზე რომლებიც ჩვენი მოთხოვნა ასევე რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს შესაბამისი თანამდებობიდან და რაც მთავარია თუ ეს ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები ჩვენ ყველაგონეს ვიხმართ რომ მინიმუმ ეს ადამიანები იყვნენ გათავისუფლებული და ესეთი წამოვლები აღარ მუშაობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებში და მეორე თუ ბატონ სოზარ სუბარი ხელს დააფარებს აღნიშნულ პირებს და ის ეცდება რომ არანაირი თუ არ ეცდება რომ რაიმე რეაგირება მოახდინოს, მაშინ ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივახავთ იმის რომ სოზარ სუბარის მინიმუმ თანამდებობა და გათავისუფლება მოვითხოვოთ. დიდი მადლობა ეს მინდა მეთქვა. ოჯახის წევრებმა დაგვირეკეს და გვითხრეთ ჩვენ მუშაობთ ჩვენ ძირითადად ორი ციხეების თემებზე მუშაობთ ანუ პატიმრების საკითხებზე და ჩვენ გვაქვს შეხება ოჯახის წევრებთან არაერთ ოჯახის წევრთან და მათი ინფორმაციით იყო ესეთი ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ დავაზუსტოთ ჯერ რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ არ შევიდეს ზოგადად არავის არ სურს რომ პროვოცირება მოახდინოს ესეთ ფაქტებზე ამიტომ ჩვენ კონკრეტულად ჯერ ვინტერესდებით შევდივართ და ამ ფაქტებიდან გამომდინარე შემდეგ ვსაუბრობთ და უკვე ეს არაერთი ფაქტია სამწუხარო ფაქტი ეს არის რომ ერთი ფაქტი არ არის ეს ტენდენციურად გრძელდება და არის მე რამდენი ფაქტი და ამიტომ ჩვენ ამაზე ყოველთვის ვეუბნებით რომ არის პრობლემა არიან ეგრეთ წოდებული მაყურებლები არის ადმინისტრაცია და პრივილეგირებული პატიმრები ვინმე მაგალითად ვინმე მარგველაშვილს ასახელებენ ეს პატიმრები რომლებიც ძალიან კარგად არიან და არ ცდილობენ რომ რიგითი პატიმრების უფლებები დაიცვან და პირიქით ადმინისტრაცია ამ მარგველაშვილის და მისნაირი პატიმრების საშუალებით ახდენ ზემოქმედებას რიგით პატიმრებზე და ანალოგიური უამრავი პრობლემა და ჩვენ ვეუბნებით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვათ იმას რომ ჩვენს ქვეყანაში პატიმრებს აწამებენ მაგრამ ფაქტი სახეზია რომ ამას წერტილი ვერ უსვავთ და ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და როგორც უფლებადამცველები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა ამოიწუროს ჩვენ ოფიციალურად მიმართეთ საშერასრულებას უკვე 4 ერთხელ არა 4 მიმართეთ ამ ფაქტზე ჯერ არ მიგვიმართავს ამ ფაქტზე ჩვენ გუშინ გადავამოწმეთ მაგრამ ჩვენ ვაპირებთ რომ არა მარტო ეხლა რახან რეაგირებას არ ახდენს აღნიშნულ ფაქტებთან მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით საშერასრულება ამიტომ ჩვენ ვაპირებთ რომ მიმართოთ დიპ კორპუსს საერთაშორისო ორგანიზაციებს რომელიც ორიენტირებული არიან აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და მათი პრეროგატივა რომ ესეთი ფაქტები აღარ ხდებოდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ყველას აბსოლუტურად ყველას გავაგებინეთ იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ თანამდებობის პირებმა გაიგონ და გაათვისნობიერონ თუ როგორი უნდა იყოს საშერასრულების დაწესებულება და მით უმეტეს მისი მინისტრი გონისია ხო? ადლობა დიდი, აი ხალით. ადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ახლა ეხება სახალხო დამცველს. ანუ გუშინ გადავამოწმეთ